ნანა ნებიერიძე და ლევან ახვლედიანი. 95-111. უნდა ეცეკოთ ერთმანეთს. ცოტა ნამეტანი თეატრალური იყო ჩემთვის. ეს არ არის ვალსი, ეს არ არის ფოქსტროტი, ხო, ეს არის ბოშური ცეკვა. ანუ მე როგორც ვიცი, როგორც მითხრეს, ეს არის ცეკვავს კაცი, ცალკე ცეკვავს, ანუ ეს არის არა ეს უფრო დადგმა ვიდრე ცეკვა. ვაკეთებთ პილინგს, რომლითაც ხსნით ფორებს, ვასუფთავებთ კანს და ვამზადებთ სხეულს ავტორუჭისთვის. 64-ში ვართ. ვარ. I stumble around making a mess. Falling down into the middle of the British again. The cool because my happy, they went fire. ცეკვა იქნება ჩიტების ცეკვა. აუ ჭიკ-ჭიკდი. თავისუფლების ჩიტები არა. გალიაში რომ უნდა ყოფნა. კონტრფორერი ამოსტერი თანამედროვე რაღაც სტილი. იცით როგორი ცეკვა? არა მარტო ქალური, უფრო ქალურ ცეკვას მე არ ცეკვა. შინაგანად ცეკვავს. ანუ შენი სული და გული ცეკვავს. მე მგონი ხა იწყება ყველაფერი. აქამდე მოთელვა იყო, ასეთ. ნანა ხო ძალიან ხომაღალი ნათქვამია. ეს მონტაჟია ბიჭო, ტელევიზია ვიცი რაც არის. ზარბოჭრია. კი კაცო. წკაპ. ფინალში წარმოგიდგენია ნანა, ლევანი და კიდე ნანა. ნანა. და მე ისევ ნანა, ლევანი, ნანა. აი ერთი ნამდვილად ვიცი რომ SMS-ებით იქნება ფინალი შეკრებილი, იმიტომ რომ დიდი მნიშვნელობა ქულებს ვერ მიეცემა, იმიტომ რომ მაინც SMS ლიდერი გავა ფინალში და 95 111 ნანა ნებიერიძე და ლევან ახვლედიანი. ჯაზ მოდერნი. When I was young, I never needed anyone. And making love was just fun. Those days are gone. Hard to be sure. Sometimes I feel so insecure. And love so distant and obscure remains the cure.
არ ვიცი, ეს ყველაფერთან და მე მგონი საცირკო ნომერიც იყო. ყველა ახდება ეს ყველაფერი ცირკის ამაღლებულ ფიცარნაკზე. ნანა, როგორი თამამი ხარ? ამას ალბათ ძალიან ბევრი ვერ შეძლებდა. მე არ ვიცი, ჟიურისთან და გადავიდე, მაგრამ მინდა რომ ძალიან ბევრი რამე გითხრა. მაგრამ უფრო მეც გეტყვის ოთარ ტატიშვილი ალბათ. მე გაოგნებული ვარ. ოთარისგან დავიწყებთ, რა თქმა უნდა, მოუყვებით. ნანა, ამას შოკი დავყარეთ. ჰაერში ისევე გძნობ თავს, როგორც წყალში, მე მგონი. არაჩვეულები გაოგნებული ვარ, რა ვთქვა, არ ვიცი. ულამაზესი ცეკვა იყო, ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ქორეოგრაფებს. აი ამ სილამაზისთვის. და მათ ამ გამბედაობის. ძალიან მაგარი იყო, ლევან. ნანა. იძახი ამ ხალხში ჩემპიონის სული არაფერს არ ეშინია. მოდერნ ჯაზი, ჯაზ მოდერნი. გმირობა. ულამაზესი, უმშვენიერესი ნინო გვეტყვის რაიმე 2-20 სიტყვას. ნანა, დღეს იყო შენი დღე. ჩემი აზრით, აი აქამდე რაც ვნახეთ, ეს იყო კულმინაცია ამ შოუს, ხო? ანუ დღეს. და ალბათ იმისათვის რომ ემოციო გამოხატო, მხოლოდ სიტყვები რომ იყოს საკმარისი, ცეკვა არ იარსებებდა და შენ დღეს იმხელა ვნება, იმხელა ფანტასმაგორიული ამ სიტყვას ვიტყოდი. გრძნობა გამოხატეთ თქვენ ორივემ. რომ ალბათ ამას მხოლოდ სიტყვებით ვერ გამოხატავ. და მე შევაფასებ ამას აბსოლუტურად წინასწარ ვამბობ 10-ანიც. დიდი მადლობა. ძალიან ღირსეული გამოსვლა იყო და ნამდვილი ჩემპიონის შესაფერის. ნამდვილად. მე პირადად მეტირება ისეთი ემოციები მაქვს, ისეთი აღფრთოვანებული ვარ და ქალბატონი შორენა რას გვეტყვის. ძალიან მინდა რომ ქალბატონი შორენა მოუყვები ბარიყამ და ქალბატონ სოფოს რომ მოусმინოთ შეიძლება ჯერ და ისინი ნელა გავიდეთ ბოლომდე. ძალიან მიხარია რომ მეც მომეცით. რაღაცა ვიგრძენი რომ ძალიან მხოლა. ხო, ძალიან მინდა რომ მეც გამომხატო ჩემი გრძნობები ამ ნომერთან დაკავშირებით. საერთოდ გიждები თქვენს თავდაჯერებულობას, ნაი რომ გამოდიხარ და რამდენად თავდაჯერებული ხარ, საერთოდ ყველა თქვენ ცეკვაში მიუხედავად ისე როგორ გამოგეს. მაგრამ დღეს ეს იყო რაღაცა აპოთეოზი, იცი როცა ადამიანი გამოდის და როგორ არ ცდილობ, მაგრამ აი ისეთი შეგრძნება არ იყო, რომ საერთოდ არ ცდილობდი და ეს არის ყველაზე მაღალი დონე უკვე ცეკვის და ძალიან დიდი მადლობა ასეთი შინაგანი თავისუფლებისათვის. ძალიან დიდი მადლობა ამ ნომრისთვის. დიდი მადლობა საფო და ქალბატონის შორენასკენ გადავიდეთ. კიდევ ერთხელ ბოდიშის მოხდით და ახლა ქალბატონის შორენას მოусმენთ. მომისმინოთ ჯიურის შეფასება. ნანა და ლევანი, ჯერ მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომწონს თქვენი ცეკვა, ნანა. ძალიან talented გოგო ბრძანდებით, ძალიან. ეს ნომერი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო მე რაც მინახია თქვენზე. ბოლო ორი ნომერი ცოტა არ მომეწონა რაც იცეკვეთ და დღეს იყო ძალიან It was very creative. და რა მომენტონა ყველაზე ძალიან დაიწყო ნოლზე და გაიზარდა დიდი კულმინაცია ქონდა. ჰაერში ძალიან ლამაზად ორივე ლევანი ყოჩახ. I had no idea you could do this kind of acrobatics. ძალიან ყოჩახ. მინდა რომ ფინალში იყო. ძალიან მინდა. პირველივე დღიდან მომწონხარ. ძალიან მადლობა. ამ წყულს ახალი სუნთქვა გაეხსნა აშკარად და გოჩა. მაგრამ ის გარეშე გითხარი რა ბე. ნანა ლევანი პირველ რიგში მომილოცნია უკან დაბრუნება ორი ძალიან ცუდი ეპიზოდი ბრავო უკვე მე ნერვიულობდი ძალიან ფანტასტიკურად დაიწყო აი ეს იყო ის რასაც მე მოველოდი თავიდანვე რომ დაგინახე აი ესე უნდა გააგრძელო თავიდან ბოლომდე ეს იყო რაღაც ფანტასტიკური ლევანი მე ოდნავ შენზე ნერვიულობდი ჰაერში I was like god მე ორივეზე ვინერვიულე ცეკვაზე შენ ლაპარაკი აღარა ეგ რაღაცა მოუგონო ის რაღაც არ იყო it was fantastic brilliant bravo აი ამოდი დასჭერეთ აპლოდისმენტები გავაცილოთ ეს თამამი წესკენ ოხ როგორი სიამოვნებით ველოდები ამ უმშვენიერეს წყვილს ჩიტუნებს რომლებიც ბრუნდებიან ბუდეში რომელსაც PBC ბანკის ოთახი ქვია და ისინიც აბა ეხლა გავამხნევოთ პატარებო გავამხნევოთ თქვენი უსაყვარლესი წყვილი ჩიტუნები დაბრუნდნენ ჩვენი არწივიც აქ არის ბეღურაც კაჭკაჭიც და გთხოვთ ჟიურის წევრებო შეაფასოთ ეს უმშვენიერესი წყვილი ქულებით ოთარ ტატიშვილი 10 ნინო სურგულაძე 10 სოფო შევარდნაძე 10 აბა ვიძაბები შორენა გაჩეჩილაძე ჩერტკოევი 9 გოჩა ჩერტკოევი 10
მაღალი შეფასება და რაც მთავარია შორენასგან ცხრიანი ჯერჯერობით არ დაწერილა ხო ყველაზე მაღალი ქულა შენ მიიღე მისგან არ ვიცი საიდან დავიწყოთ კახა მოკლედ პირველ რიგში ალბათ პირდაპირ უნდა კითხო ის აი საოცრად გამბედავი ქალი ხარ როგორ გარისკე აი ესეთი ილეთები მე არ წარმომიდგენია შეასრულოთ ცეკვა ახალი თანამედროვე საერთოდ სხვა განსხვავებული სტილის ცეკვა იცეკვა და მით უმეტეს ცეკვა დაამთავრო აი ესეთი რთული ილეთებით საკმაოდ რთული ცეკვა იყო ну ყველაფერი შევძელით და ძალიან დიდი მადლობა ჟურის წევრებს ძალიან დიდი მადლობა და პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო Алена, Саша, Дима, если вы меня слышите, если вы меня сейчас видите, ну, наверное, вы меня видите и слышите, в первую очередь я хочу сказать вам огромное спасибо. Без вас этого танца не было. Руса Морчиладзе, ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ რუსა დაგვეხმარა მუსიკაში, ну, ამიტომ გამოვიდა ყველაფერი, მე მგონი, ძალიან კარგად. როგორია შენი ემოცია ახლა, როდესაც ასეთი რთული შესრულების შემდეგ ჯერჯერობით ყველაზე მაღალი ქულა გაქვს? ეხლა კარგად ვარ ძალიან. ესე იგი ნამდვილად მოთელვა ყოფილა აქამდე ყველაფერი. ხო, ეხლა დროა რომ ჩვენმა უმშვენიერესმა წყვილმა მაყურებელს შეახსენოს თავის SMS ნომერი. 95 111. უხ თქვენ გენაცვალეთ. დაჯექით, დაისვენეთ ყველა